მალე ქართული მხედრობა თბილისიდან დაიძრა და 3000 კილომეტრზე მეტი გაიარა, სანამ უკან გამარჯვებითა და ალაფით დატვირთული სამშობლოში დაბრუნდებოდა. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ შურისძიება. ეს იყო უპრეცედენტო, ზუსტად დაგეგმილი და თამამად განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, რომელმაც საქართველოს სახელი შორს აღმოსავლეთის საზღვრებს იქითაც გააჟღერა. არდებილში გამარჯვებამ ქართველებს ახალი, გაცილებით დიდი ლაშქრობისკენ უბიძგა. თამარის მემატიანის გადმოცემით, ქართველმა დიდებულებმა სამეფო დარბაზობაზე დააყენეს ირანში დიდი ლაშქრობის მოწყობის გეგმა. ინიციატორებად გამოვიდნენ ხარკძელთა მთელი საგვარეულო. ამ ლაშქრობას არ ექნებოდა მხოლოდ სამხედრო და პოლიტიკური მნიშვნელობა. სამეფო ლაშქარი უნდა შეჭრილიყო იმ მიწებზე, სადაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის სავაჭრო გზები იკვეთებოდა. წარმატების შემთხვევაში საქართველოს სამეფოს ექნებოდა შესაძლებლობა გამხდარიყო მთელი რეგიონის პოლიტიკური და სავაჭრო ჰეგემონია. მეფე თამარმა მოიწონა ხარკძელთა გეგმა და დაუყოვნებლივ დაიწყო დიდი ომისთვის მზადება. სარდლებმა მეომრები ახალი ტაქტიკისა და სტრატეგიის შესაბამისად მოამზადეს, რათა საქართველოს შედარებით გრილ კლიმატსა და თაგორიან სივრცეში ბრძოლას ნაჩვევ მეომრებს ირანის სიცხესა და გაშლილ ველებზე ომი არ გასჭირვებოდათ.